დილამშვიდობის ხალხო, ესეთი ამინდი რამდენი ხანი და რა ყოფილა. რამდენი ხანი ესეთი ამინდი არ ყოფილა. რომელია საათი? 9:05 წუთია, მაგრამ 6 საათზე ავდეგი. აი მე ამდენი ხანია ესიადრია რა მდგარ ვარ და რა მაგარი ესიადრია თქო. მე და ნინოს გარეთ გვეძინა. ოთახში. სულ გარეთ არა. ხო და დავდილით ადრე ავდექი, სანამ ლიანა წავიდა ლაშას და ყავა დავლიეთ ერთად. გუშინ მქონდა ჩხუბი. ლიანა ამბობდა რომ ლაშას და გარეთ დავწევი მე. არ დავაწვი. ხედი, შვენიერი ხედი. მიუხედავად იმისა, ოჯახის წევრია და რაღაცა მინდოდა რომ კომფორტულად დაეძინა და მეც კომფორტულად მძინავ ხოლმე გარეთ. იმიტომ რომ მაგ ადგილას მეუბნოდა რომ ვერ დაიძინებ აქ ცოდო ხარ და რაღაც ნინოც რაღაცა და მე დავწევი თქვენ ისე ვიქ დაწეკით, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ნინოს ისე ძინავ, ფეხი არ გაუტკები, ისე ტკბილად ძინავ და ჩვეულებრივ ძინავ. ხო და მეც კიდე მანდ მძინავ ხოლმე საროჭებს რო ხატავ ხოლმე გახსოვთ ბოლოს არის საროჭებს რო ხატავ ხოლმე მაშინ მძინავ ხოლმე მანდ და ძალიან კომფორტულად გუძნობ ხოლმე თავს. ხო და დილით ადრე ავდექი რო იტყვენ წამიწამში დავასწარი ლიანას ყავაც დავლიეთ დილის 7 წუთებზე. ხო და მოკლედ წუხელ მქონდა რა ის დავარო სად დაწვე ნუ გეშინია აი ცეცხლს მანქანა ამთავრებს მუშაობას და კატები იყვნენ აბანოში კალათაში სხედან და წყალი რო გამოუშვა შეეშინდა. ხო და ერთ სიტყვით მაგაზე მქონდა ის რომ არა მე დავწევი რომ დილაზე ხომ და მომიმზადო გაგაღვიძებთ და რაღაცა და შედი დაწეკი და არ დავწე. ხო და კაი ყოფილა თქო რა დილით ადრე ადგომა. რა ვეხანია მართლა ხა 7:30-ზე ვდგები ხოლმე, მაგრამ აი 6-მდე 6 იყო რა, სულ სადღაც 9:30 საათით ადრე მომიწია რა, 40 წუთით ადრე ადგომა. ხო და აი ეგეთი ცამი არ მინახია. რამდენი ხანია ვარსკვლავებიანი ცა არ მინახია, ოღონდ მართლა. ეხლა უნდა განახოთ ხალხო თემუს სავარცხელი. ნინოს თმები გუში დავტესტე წუხელი წებოდა წიწკრის მეთქი 16 ლარისა იყო ეს და ეს. ხო და ეხლა მაგიტო ჩამოვიტანე რამდენად მართლა კარგია. მართლა ხეა ხალხო, ესენი ცხეებია. პლასმასია. მე რა. შეიძლება მთლად ხე არ არის, მაგრამ საერთოდ მოისენი სრიალა ისინი აქ წვრილი არ აქვს და მაინტერესებდა როგორ ვარცხნილებ თქვენთან ერთად დავარცხნილს კი არ ვაპირებ. დავარცხნილი მქონდა როგორ აი მე როგორ დამემუხტა. კაია ცუდი არ არის ყოველ შემთხვევაში. 5 ლარამდე ღირდა თუ 6 ლარი. ოღონდ მე ხო ფული არ გადამიხდია მაშინ. აი ეს არიცხით მომხსენი ცოტა იქით გადავიტანე რომ გაშრეს მეთქი. ხალხო კიდე კაი რომ ქორწილი გადაიდო და ხვალე ქორწილი არ არის. ახლა გეტყვით მათ დამაკვირდით და მივხვდით. აი მე ფიცუ გული გამისკდა მე კარი მოდი შემოცხოვრება მოდი ცხოვრება მოდი პატარა დიდასი მოდი ჩემთან კარგოდ კარგად ბუჭო მოდი აქშულო სამკვდროს ასიცოცხლობა აქ ჩემი ცხოვრების გოგო კაი
ეს დავტესტებ და კასტომი გავისწორო. ვაიმე. ვიდეოს ბოლოში შემოგთავაზებთ ხალხნო იმას აჯაჯულად ამოვწევ ხალხს. გენაცვალეთ რამდენი ხარ. ეხა იქაც ესე ეხატა, რომ 2 მიკროფონი უნდა ყოფილიყო. ერთი. არ ვიცი ხა ეს დატენილია თუ არა. მინდა რომ დავტესტო. ის რაც მაქვს, ამას სავარაუდოდ ივანეს მივცე. მე დავტესტო მინდა. ანახი რა კაია. აი ეგ შავი ჩაგრავს და იმიტომ. დამიშალას თვე. სანამ სარეცხი გამოირთვება. ხო მოკლედ რას მამობდი? ქორწილი რატო გადაიდო თქო? რატო კიდე კაი მეთქი? დამაკვირდით? არ ვიცი ამდენად მეტყობა. დასიება მაქვს სიკვდილის. ბოტოქსი მაქვს პრინციპში. მოდი ახლა უნდა დავტესტო ეს მიკროფონი. დილის სარზე. ეს დატენილია. მოდი აბა გავციშავ. გავუკეთებ მე ამას და რამდენად კარგად და შორიდან ისმის ხმა. ვნახოთ. დატენილია. ესეც უნდა ტელეფონში შევაერთო. შვენიერ სატენიც მოყვა. ნახოთ აბა. ახმაური შეამცირე 4 წელია. როგორ უნდა? ისმის ნეტა? ისმის? აბა ნახოთ. ასეთ მოიწევთ ეს რამდენიმე სიტყვა ასე ვთქვათ მიკროფონი. სარეცხის ფონზე. მოკლედ დღეს უნდა ვიქალე. აი ეს რაღაცა გავჭყოლით, რაღაცა ცხოველი. დღეს უნდა ვიქალო. აბა ეს ძინა მოგასმინეთ კრუტონი. აჩილები ბიჭო. ხვალია ვილაშას დაბადების დღე. ხო და რაღაცები გავამზადო. და ხვალე ვიქი. ამიტომ ყველაფერს დღეს გავამზადებ. ქათმის დაკულის დღეც იქნება. ნეტა როგორ ისმის ახლა მიკროფონი. ის მიკროფონი რომელიც მაქვს ძალიან მოგუდულად ისმის ხმა და გეკონება რაღაცა აი მატარებელში და ჩამოდიხარ და ყურები რომ დაგეცნევა რაღაცა მსგავსად. ხო და ეხა შევამოწმებ და თუ თუდად ისმის ყურში. მე თქვენც დამიწერეთ როგორ ისმის და ნახოთ. არ ვიცი კრუტონს რამდენად იგებ. მე კარგად რო გაიღვიძებენ ყველა და თამამად ილაპარაკებ. დავტესტო. ეხა ჩურჩულს ისედაც დაბარხმაზე ვლაპარაკობ და მე დავტესტოთ, ნახოთ, ოღონდ ისე რომ ან ტანსაცმელზე რო კეთება ხმაური აქვს და ყურში მithumetes ყურსასმენებით გისმეს ძალიან ძნელია, ვიცი. და სხვანაირად უნდა გამოვიყენოთ. ისე რომ არ ვეხახუნოთ. ეხლა სარეცხს გავფენ, მე აქ ნასკები მაქვს, თეთრები გამოვხარში და მაგებს გავავლებინებ იმას.
წავი ხა წიწილებს ამოვუშვებ. ესენი იაპონკები. აი ობოლა. ჩემი გოგო ობოლა. თემუს ინკუბატორის. ობოლა. იმედია კატები არაფერს იცავენ. მე თორე პატარები არის. დედა ნახეთ. ობოლა უფრო დიდია. შავჭრელი. შავჭრელი. ყურზეიტე. მრავალშვილიანი დედა. აი ამ პარკში ის არის სამსახურის ტანსაც მოსვალაგებ ხოლმე, რომელმაც იქედან და მერე ჩანთაში. ეხლა ეს უნდა გავრიცხვა და შესაბამისი სუნი ხო თევზის. შიგ ჩასხდა. პრინციპში, ხა. მას გავრიცხავ და ბებილი. გაუშვეს პარკი ჩემია. გავრიცხოთ ეხლა. ეხლა ეს არიცხი დავფინოთ და მე ნასკები ამოვრიცხოთ. მე ვეღარ გაათენა იმან. ცოტა ხანში ხალათსაც გავიხო. წიწილები ჩავსხი ისე, იმიტომ რომ რაღაც მეთქი არაფერმა ისაქნას რა და თან გეიქთ ქერი ყრია და მაგათ არ შეიძლება რომ ქერი ჭამოთ. არ შეიძლება ჯერ ქერი ხოეტს ხოჭებს და წიწილებისთვის არ შეიძლება და კრუხი რომ მიიყვანს იმ ადგილას უეჭველი შეჭამენ. ეხლა მაგათ ხორიციან შეიძლება თუ არა და ადვექ და ისევ ჩავსხი. იყვნენ ცოტა ხანი რომ ამდენი შორომა რომ დაიზარდნენ წყალში არ ჩამეყაროს. აბა შევიკრავ. გრილა მაინც მიუხედავად იმისა რომ მზეა. გუშინეს არ მიჭამია. გუშინ თქვენ ხო დამიწერეთ რომ ანუ ისქენიო 43 კაცმა დამიწერა რომ როდესაც ანტიბიოტიკს ვსვავ მაგ დროს რომ არ შეიძლება ესე
ეგრეთ წოდებული კუჭის დასვენება თუ რაც აქვია თუ რაღაცა სხეულის რაღაცა. და მე მივხვდი რომ კი მართლები ხართ, იმიტომ რომ წინაზე ჭამდი საჭმელს და მაგრად მატკინა კუჭი და დამცავიც არ დამილევია დამავიწყდა კიდე. არ მიყიდი. მაგრამ დღეს უნდა ვიყიდო საღამოს ანტიბიოტიკი აღარა მაქვს. ხო და რაღაცას ვიყიდი კიდე. და ავდექი და შევჭამე ბანანი. ესე იგი, ჩემი თავით ვარ გაოცებული. არ მომშივნია გუში. და სადღაც 7 საათისთვის შევჭამე ბანანი. ეგ კომენტარები რო წავიკითხე მაშინ. რომ მართლა ეხა შეეკუჭი ანტიბიოტიკი ნამეტანია. და თამში არ აი ხო არის რომ სულ დავდივარ დავეძებ რაღაცა ჭამოვიზუსნა. არა ხალხო აი არ მომშენია. და სამაგიეროდ წყალი დავლია 1 ლიტრი ალბათ, მეტი ვერა. მაგრამ დავლი. დღეს ახლა რო გითხრათ შემედი საერთოდ არ შეეხა ერთი მარტო შევჭი. დილას ახლა დავლი სადაც 6 საათისთვის ყავა დავლი და მე დავლე კიდე ერთ ყავას. სუმშიერი არ ვიქნები რა თქმა უნდა. ესე რაღაცა ვამევაშლები შემომეჭამა. რაღაც ხო გერკულეს შევჭამ ცოტას. წოიხტობინოთ. რადგან მზი არის, არაცხი ნახეთ როგორ დავფინე. შპილკა არ უნდა. ეს აქ და ის იქ. რაც 1 საათში მშრალი იქნება. ნასკეფ განახებთ ახლა. ეგენი უკვე მშრალებია, თითქმის ოდნავ ნესტიანები რა, კალათაში ვეყარა და ავდექი და მანდ გადავაკონციალე. მე რა კანგი. შემოდგომის მზე. ой, ესეც ესე. სანამ მეორე პირი გამოირთვება, ვიდეოსაც დავასრულებ. ხახ. ჩემო მჭკვიანო და ჩემო ეთი ბეწო. მოკლედ. ამის მერე ვინც ხალათზე დამიწერს, ვინც კატაზე დამიწერს, კატებზე, დაღლზე, ქათამზე, პეტრეზე, იხუზე, იმაზე, ამაზე. იცოდეთ რომ ჩემს უკან ზუსტად ეგეთი ხალხი დგა. ჩემი მაყურებლები ზუსტად ეგეთი ხალხი. ძირითადად ნაწილი შორენას არ ვამბობ და ანას არ ვამბობ. ეგენი უგულოები არის. ხო, სოფოსაც არ ვამბობ, მაგას ქათამი არ უყვარს. ხო და თუ გინდათ მიყურეთ, თუ არ გინდათ ბანანის. ნუ ბანანის განმარტება ვისაც გაინტერესებს, პირადში მოვწერეთ. ბანანეს იოლ ფორმებშია. აი, ძალიან რო გაბრაზებული არ ახარ და სულ არ გაინტერესებს ეს რა მაკაშვილი. და ისე მაგას თეკლეს ქვია. აი. ხო. ეხლა ვიდეოს ბოლოს შევოგთავაზებთ იმას, რა ქვია, ხალათის, ჩემი ხალათის სასტავ ხალხს. ვინც ჯერჯერობით გამომიგზავნა ფოტოები. აუცილებლად, იმედი არც ერთი არ გამომიჩება. მოკლედ, დაგემშვიდობებით ახლა მომავალ ვიდეომდე. კარგ და ბედნიერ დღეს გისურვებთ. რა ვიცი, რაც დასარეცხები მაქვს, ყველაფერს ვრეცხავ. ფენს აუცრად შპილკის გარეშე, რადგან ვიცი, რომ ისე უნდა მალე ავკრიფო. უბრალოდ ერთი დამვუთოვებელი ქალი არ აყვა. კაი ერასა, ნუ არსებობს ხოლმე დასაუთოვებელი რაღაცა, მანქანაო თუ რაღაცა. ვეიცარა. სად დავდგა? ყიდულობ თუ სად დავდგა? ხო ჩემო ციხარულის გოგო. ეს არის ჩემი ჩაპლინა. დედას კრუტუნა, რომელიც კრუტუნიცაც მე მგონი არის მოდ მიკროფონში. მე ძალიან მიყვარს.
ხო და მიკროფონს რაც შეეხება, მიკროფონის სავარაუდოდ სადღაც აქ უნდა გქონდეს. თუ არა დაკაცო იმას ივანეს მივცე. კუდუმა. ჩემი გოუჭი. ჩემი რელაქსაცია ხა ეს კუნტუნი. და ამასთან ერთად ძილი, ვაიმე. წავით, კარგად. ხალათიან სასტავს გიტოვით. ხალათიანს არა. მოიცა? გავიხსენო. ამომწევად აჯალაჯული ხალხი უნდა შემოგთავაზოთ. ამომწევად. აბა ჰე, თქვენით.